ლიდერების ნაცვლად დღეს ტრიბუნა დაიკავეს რიგითებმა და უნდა ითქვას, რომ ისინიც არანაკლებ აგრესიული ტონით გამოირჩეოდნენ, როდესაც საუბრობდნენ ჩვენ დასავლელ პარტნიორებზე, ევროკავშირზე და პირდაპირ ამბობდნენ დღეს ისინი, რომ 2024 წელს ევროკავშირი დამარცხდა საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, აი ასე ხედავენ ისინი ამ ყველაფერს და ამის შემდგომ უკვე დაიწყო შანტაჟი ქართული ოცნების წინააღმდეგ, ეს არის თავად რიგითების განცხადება და მათ შორის ისინი საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ევროპის პოლიტიკური გაერთიანება სადამსჯელო მექანიზმებს იყენებს ქართული ოცნების წინააღმდეგ. მათი განცხადებები ტოვებს განცდას, რომ არც არაფრის გაკეთებას აპირებს ქართული ოცნება და აგვისტოს ბოლომდე მიცემული ვადა არის მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობა, ვინაიდან დღევანდელი განცხადებებით გასული დღეების განმავლობაში გაკეთებული განცხადებით იკვეთება ის, რომ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ქართულ ოცნებაში მზაობა არ არსებობს ინდისის პატიმრების და პოლიტიკური ოპონენტების გათავისუფლების და ასევე რეპრესიული კანონების გაუქმების. ევრობიუროკრატიის იმ ნაწილს, რომელიც უხეშად ერეოდა საქართველოს საარჩევნო არჩევნებში, მათი მიზანი იყო არა არჩევნების დემოკრატიულობის და არჩევნების შედეგები, მათთვის მიზანი იყო მათთვის სასურველი შედეგი. როცა ეს მათთვის სასურველი შედეგი ვერ დადგა, მის მერე დაიწყო სწორედ ახალი შანტაჟის ტალღა. ამ შანტაჟის, ასე ვთქვათ, გზაზე ეფექტური ერთადერთი იარაღი, რომელიც ქართველისათვის რეალურად ხელშესახები რამ იყო ევროპასთან დაახლოების კუთხით, იყო ვიზა ლიბერალიზაცია. ამის მიზანი არც დემოკრატია არის, არც რაიმე სხვა აღმატებული რამ, არც საქართველოს ევროპასთან დაახლოების გზა. ეს ყველაფერი არის ერთ მარტივ რამესთან დაკავშირებული, როგორ მოიყვანონ უკან აგენტურა ხელისუფლებაში. აი ეს ყველაფერი არ არის დაკავშირებული ვიზა ლიბერალიზაციასთან, თუ ზოგადად დემოკრატიულ ფონს გულისხმობენ. რატო შემოიტანეს ეს? შემოიტანეს იმიტომ, რომ ეს გამოიყენენ როგორც სადამსჯელო ღონისძიება. არ იქნება ეს საქმული, არც ქართულ საზოგადოებაში ეს იცოდეს ყველა, რომ ეს არის სადამსჯელო ღონისძიება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ქართველი ერი ამას აღიქვავს, როგორც სადამსჯელო ღონისძიებას მის წინააღმდეგ და პასუხსაც შესაბამის გასცემს ბოლო არჩევნებზე. ქართული ოცნების ამ პროპაგანდას ამხელს მათივე მთავრობის ყოფილი წევრი, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელი და ასევე გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი გუჯა ხოկრიშვილი, რომელიც პირდაპირ ტყუილის გავრცელებაში ისდებს ბრალს ქართულ ოცნებას და რეალურად ამბობს იმას, რომ საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ იმ კრიტერიუმების შესრულების მოთხოვნასთან, რომელიც საჭირო არის ვიზა ლიბერალიზაციის გასაგრძელებლად. ასე იყო გასულ წლებშიც და ასე არის ახლაც. კონკრეტული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს ქვეყანამ იმისთვის, რომ გაგრძელდეს ვიზა ლიბერალიზაცია, ვინაიდან ეს არის მნიშვნელოვანი მონაპოვარი და ამისთვის არის საჭირო გარკვეული წესების დაკმაყოფილება, რაზეც საუბარი არის, ეს არის მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილება, ადამიანის უფლებების დაცვა ქვეყანაში და მხოლოდ ამას ითხოვს ევროკავშირი, რასაც ქართული ოცნება სულ სხვანაირად წარმოაჩენს. თუ ეს არ შეიცვლება და ქართული ოცნება მის პოლიტიკას არ შეცვლის, გუჯა ხოկრიშვილი გვეუბნება, რომ რეალურად ქვეყნების უმრავლესობა, მათ შორის 19-20 ქვეყანა, როგორც თავად გვეუბნება, არის მიზად, რომ ხარი დაუჭიროს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას თავადაც გვიდასტურებს, რომ პრიორიტეტი არის პერსონალური სანქციები, თუმცა ამაზე ვერ ხერხდება კონსენსუსის მიღწევა. შესაბამისად 19-20 ქვეყანა იქნება მზად შემოდგომაზე, რომ შეჩერდეს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი. 15 ქვეყანა არის საჭირო ამისთვის, შესაბამისად 19 ქვეყანა უკვე ნიშნავს იმას, რომ რეალური საფრთხე დგას ახლა ქვეყნისთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების, რაც იქნება, როგორც გუჯა ხოკრიშვილი ამბობს, ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური ზიანის მომტანი. როდესაც ვიზა ლიბერალიზაცია ამოქმებდა, ანუ დაახლოებით, ანუ სტატისტიკურად შეგვიძლია ვნახოთ, რომ ეს გზავნილები, ხო, ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან საქართველოში თითქმის გაორმაგდა. ეს არის ფულადი გზავნილები, რომელიც მნიშვნელოვანია, იმიტომ მათ აქვთ რაღაც სეზონურად შეუძლიათ იმუშაონ, გამარტივებული არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გასვლა და ასე შემდეგ და ჩვენი ეკონომიკის დიდი ნაწილი დგას სწორედ ამ ფულად გზავნილებს. როდესაც ამოქმედა ვიზა ლიბერალიზაცია, მაგალითად ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა გაიზარდა და ზუსტად აი ამ გაზრდის გათვალისწინებით ეს შეიძლება ავიღოთ ორი დაშვება, რომ ერთი არის ოპტიმისტური, რომ 50% შეიძლება შემცირდეს, ან პესიმისტური 70%-ით
ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან თქვათ ეს ტურისტები, ხო? და იმის გათვალისწინებით, რომ ეს შემოსული ტურისტები რა რაოდენობის თანხობრივად სარგებელი მოქონდათ ეკონომიკისთვის, ეს არის დაახლოებით 2 მილიარდი ამერიკული დოლარი. და დასაქმება, ხო? ანუ იგივე პროცენტით თუ გადავიყვანთ, ანუ შეიძლება 150-200 სამუშაო ადგილი დადგეს საფრთხის ქვეშ. ამას ემატება სოციალური განზომილება, თუ ფულადი გზავნილების შემცირდება, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები თავის დარჩენილ ოჯახის წევრებს ეხმარებიან, ხომ? ეს ხომ დააწვება ამ ოჯახებს. საქართველოსთან დაკავშირებით ოქტომბერში და ზოგადად შემოდგომაზე 2 ანგარიში მომზადდება. ერთი ეს არის გაფართოების ანგარიში და მეორე ვიზა ლიბერალიზაციის ანგარიში და ორივეში იქნება შეფასებული რა ნაბიჯები გადადგა ქართულმა ოცნებამ იმისთვის, რომ შენარჩუნდეს მნიშვნელოვანი სიკეთეები, რაც აქვს ამ დრომდე მიღწეული საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში. თუ რეალურად ნაბიჯებს არ გადადგამს ამ პერიოდის განმავლობაში ქართული ოცნება და აგვისტოს ბოლომდე აქვთ მათ მიცემული ვადა, ამ შემთხვევაში რეალობა იქნება ძალიან მძიმე და რეალურად არსებობს საფრთხე იმისა, რომ ვიზა ლიბერალიზაცია შეჩერდეს.